მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მადლობა, მეც კარგად. მოკლედ დღეს ვიღებ bench press-ის მეორე ნაწილს. უბრალოდ, დღეს არა, რეალურად ხვალ ვიღებ, ახლა არის ღამე, კარგად უნდა დავიძინო, გამოვიძინო და ხვალ უკვე ჩავალ ჯიმში და მჯერა რომ 112.5 დავბენჩავ რა, მაგიტო ვიღებ მეორე ნაწილს, იმიტომ რომ მართლა საკუთარი თავის მჯერა და თან პირველი ნაწილი მოგეწონათ. და ასევე ძალიან ახლოს ვარ 1000 საბზე. ამიტომ ხო, აუცილებლად უნდა ავიდეთ 1000-ზე რა. დღეს მქონდა ზურგის დღე და ძალიან კარგად ვჭამე სხვათა შორის. ახლა მოგიყვებით მთლიანობაში რა ვჭამე რა, შეიძლება ეს მომენტი ავასწრაფო და ალბათ ეგრევე ვიწავ. 6 კვერცხი ვჭამე, 600 გრამი ქათამი ვჭამე, 2 პროტეინ იოგურტი, 2 პროტეინ ბარი, 2 ბანანი და 300 გრამი ბრინჯი ვჭამე. ხო, არა, ძალიან კარგად ვჭამე, ისევ 3000 კალორია დაახლოებით. და ახლა მთავარი არის კარგად გამოვიძინო, რომ ხვალ ჯანზე ვიყო, ხვალაც კარგად შევჭამ, დილით რა ვდგები, გავაკეთე პრესებს და ერთი კითხვა იყო, ოღონდ აქ არა TikTok-ზე დამიჩეს პრესისთვის რა საკეთებო და მაგასაც განახებთ რა. ერთ ვიდეოს ვაკეთებ ყოველ დღე 17 იანვრიდან დაწყებული, ყოველ დღე ვაკეთებ ერთი და იგივე პრესის ვარჯიშებს. არც ერთი დღე არ ჩამიგდია და ველოდები 17 იანვარს რომ ავღნიშნო ერთი წელი. აი აქ ამოვანათებ იმ ვიდეოს და ლინკსაც რა თქმა უნდა ჩავაგდებ ქვევით აღწერაში, რომ თუ გინდათ გადადით და თქვენც გააკეთეთ ხოლმე, კაი არის, მე მომწონს, რა ყოველდღე ვაკეთებ ხოლმე და ასევე ჯიმშიც განახებთ პრესის ვარჯიშებს, რას ვაკეთებ ხოლმე რა. ახლა სწორი ძილისთვის და კარგი ძილისთვის და კარგი აღდგენისთვის მე დამეხმარება აშვაგანდა. აშვაგანდა რას აკეთებს ახლა დიდად თავს არ მოგაწყენთ მაგით, მაგრამ გეტყვით რომ აღდგენისთვის კარგი არის და ტესტოსტერონისთვის. კაი ხართ. კაი იყო. ასევე მომივიდა Onyx-ი, Gymshark-ის ახალი შეკვეთები მომივიდა, მაგაზეც გადავიღე ვიდეოები და TikTok-ზე ვიდეოს ყველაფერი, ამიტომ TikTok-ზე გადადით და გამოიწერეთ არხი რა. ახლა კი წავედი დავიძინე და ხვალ ეგრევე უკვე ჩაგერთვებით ჯიმიდან. Let's go. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედი ახლა ჯიმში. ცოტა უნდა გავხურდე, რა თქმა უნდა, ბენჩზე თავიდან უნდა დავიწყო გახურება და მე ეგრევე ჩაგერთვებით 100 კილოდან რა, არ მინდა რომ მოგაცდინოთ და ძალიან გავწელო ვიდეო. ასე იმაცვი ახალი Gymshark-ი. ჩემი აზრით ცოტა პატარა უნდა მეყიდა, ახლა განახებთ. ეს ჩემი Onyx-ი, ძალიან ლამაზად გამოიყურება ჩემი აზრით. ძალიან კაი არის. პროსტა ეს არის M-ი რა. მე მინდოდა S-ი. უბრალოდ არ ვიცოდი რომელი მინდოდა. მეგონა M-ი კარგად მექნებოდა. მე უფრო მომწონს ცოტა რომ მიჭერს რა. ეს ესეთი თემაა, ახლა ზემოთ მიჭერს, ბიცეპსაც მიჭერს. მაგრამ ქვევით მაქვს ცოტა ისე რა. მოშვებული. არა უშვებს რა. Onyx-ი მაინც Onyx-ი არის და ვაფშე M-ი რო ვიყიდე, მაგისთვისაც მადლობელი უნდა ვიყო, აი წამებში გაიყიდა ყველაფერი რა. ახლა მე გავხურდები და მე ჩაგერთვებით თავიდან. ვაჰ, თქვენ კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო წავედით. Let's go. შემოკლედ, ესე იგი გავხურდი, ახლა გავაკეთე 40, მე 80 და ახლა არის 100, ამიტომ 100 გავაკეთო 3-ჯერ, როგორც წინას. და მე გადავალ 105-ზე, 107-ზე, 100-ზე და იმედია 112-ს ავწევ რა. ახლა ჯიმშიც არიან, როგორც ხედავთ, წესით უკანას ჩანს. და ხო, რა ვიცდები რომ არ დამივარდე 112 და არ შევწვ. მაგრამ თუ დამივარდა, გადავრჩები და არ მომკვდები რა. ამიტომ ეგრევე 100 შეუძლიეთ რა. არ მინდა რომ ძალიან წელო ხოლმე ვიდეო. თორე წინაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდი, ახლა დავამოწმე და ხო, გადავით მოკლედ 100-ზე რა. ასი მარტივად აიწია, მაგრამ გონია რომ ეს 20-იანი რაც არის, უნდა გადავანასხო და მარჯვნივ გავუკეთო რა, იმიტომ რომ
რაღაც მარცხენაზე ძალიან უცნაური არის, სულ მარჯვნივ მიკეთია ხოლმე. და მარცხენა რო არ მაქვს ვიჩვეული. კარჩა ახლა ვერ ხვდებით რა, მაგრამ ბიჭო უცნაურია ძალიან, მაინც რაღაც დისბალანსი არის რა, რაღაცნაირი რა. ამიტომ ახლა გადავალ 105-ზე. მანამ გადავანაცვლებ რა 20-იანს იქით გავუკეთებ და მოკლედ დაგიბრუნდებით რა. მოკლედ 105 გავუკეთე და გადავანაცვლე 20-იანი, იმიტომ რომ მაინც რა მარჯვენა ხელზე ჩემთვის უფრო მარტივი არის რა, აწევ არ ვიცი რანაირად მუშაობს და როგორ მუშაობს, მაგრამ უნდა ხდებოდეს წესით რა, თუ ვერ ხდებით არა უშავს. რა ვქნათ, მე ვხდები რა. ასევე მაწვია Gymshark-ის ახალი ესა შორტი, კიდე მაქვს გამოწერილი კიდე ერთი შორტი და კიდე ერთი მაისური მაქვს გრძელმკლავიანი compression რა, ანუ რომელიც მიჭერს რა. და ხო ძალიან მომეწონა მოკლედ ჩემი გამოწერები და TikTok-ზე მიდევს როგორც გითხარით ვიდეო შეიძლება გადახვიდეთ და ნახოთ რაები მაქვს გამოწერილი რა. ვაჰ, ესე ძალიან იზიზე. მაგრამ კინაო გადავარდი სკამიდან, რომ აი მაგას ვერ მომუღა. კინაო გადავყირავდი სკამიდან. მაგრამ ეგ არაფერი, თავი არ დაუბენჩეთ და ახლა 107.5 მე 110 და 112.5. არ ჯერ კარგად უნდა დავიხსენოთ. Let's go. ჩემი უცებ მეგონა რომ არ ვიღებდი და გამოვხდები. 107.5-ის მარტივად დაიბენჩა. და ახლა გადავალ 100-ზე. 100-მდე ეს კარგად დავუჩვენებ და მე 112.5 ეგ არის ჩვენი თავარი მიზანი რა. და მე რა თქმა უნდა ბოლოს განახეთ პრესზე რაც ვაკეთებ ხოლმე. ახლა ავაწყობ 100-ს, დავუჩვენებ კარგად და მე ისო ჩაგერთვებით რა. Let's go. კარგით, 100 ავაწყე. და ახლა კიდე ცოტათი ნერვიულობ. იმიტომ რომ წინაზე კი მარტივად დაუბენჩი, მაგრამ მაინც რა 100 არის. ხო, და იმედი არ მოკვდები. ხო, მაგრამ Ionix-ის გამო უნდა დავუწიო 100 და მე 112-ზე მივიდეთ. დავაი. ვაჰ, 100 მარტივად დაიბენჩა ბიჭო, ანუ თავიდან ვერ ავიღე რაღაცა სუდათი დოესა და გული გამისკანეთ რა ხდება თქო, მაგრამ ძალიან მარტივად დაიბენჩა 100, კაი არ ძალიან მარტივად არა, მაგრამ მარტივად დაიბენჩა. და ახლა ვესები 112.5 და იმედი აუწევ რა. წინაზე ძალიან დებილურად ამივარდა რა. ამიტომ მეორე ფარჩი აუცილებლად უნდა ავწიოთ 112.5. ახლა კარგად დავისვენებ და ისევ ჩაგერთვებით რა თქმა უნდა. ბევრს არაფერს არ გეტყვით, იმიტომ რომ ცოტა უკვე ხოძე მოვედი რა. Let's go. ახლა უკვე მართლა ნერვიულობ 112.5. ვიცი რომ შემიძლია, იმიტომ რომ წინას ძალიან ცოტა დამაკლა და იმედი ახლა იქ ცოტას მოუმატებ და ავწევ. თუ არა და იმედია ერთ მხარეს მაინც ავწევ. და თუ ვერცერც მაშინ იმედია ის კაცი დამეხმარება. თუ არა და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ღმერთის წყალობით პირველი აუცილებლად ღმერთის მაო. ორი წამით რა ხდებათო? ამ წამს დაუბენჩი 112.5 ძალიან მარტივად. ახლა არ გამოვშტერდი რომ ამთან ახლა ემოციებს დიად ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ ის კაცი არ მინდა რომ გაგიჟდეს, მაგრამ ორი წამითო რა ხდება? კაი. ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა, ხო თქვი ყველაფერი ხდება თქო და 112.5 დაუბენჩი მეორე ფარტში. 115 ხო არ ვცადო. კაროჩე
რა თქმა უნდა, არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და მე მივიდივარ 115-ზე. Let's go რა არ მაინტერესებს. თუ დამეცა დამეცა. თუ არა და რამეს ვიზო. უბრალოდ კი არა, თუ აუწე თუ დამეცა რამეს ვიზო. პირიქით. დავაი, let's go. მოგელ დავაწყე 115. შეგახსენეთ რომ ვარ 73 კილო და ჩემთვის ვაფშე 112.5 ძალიან კაი არის მართლა. და 115 აღარ დამიძვრია ალბათ იმის მერე რაც დავიგელი 18 კილო. ანუ ბოლოს 115 დავძარი რომ ვიყავი ალბათ 90 ან 88 კილო რა. აი სანამ PR-ს დავამყარებდი რა ხო 87-დან 90-მდე ვიყავი და მაშინ აუწია 115, მე 107.5 და ახლა ვარ 73. ახლა თუ 115 აუწე გავგიჟდები მე. უბრალოდ ეს კაცი არის და ვერ გამოვხატავ ემოციებს რა, თორე აი შეიძლება გადავხტე და რაღაცა შეიძლება მოვიტეხო ისე გამიხარდეს რა. და თუ დამეცა იმედი ეს კაცი მიშველის კიდევ ერთხელ ვიმეორე, მაგრამ ყველაფერი ღმერთის წყალობით ღმერთი არის ჩემს გვერდით ყოველთვის ეს კაცი თუ არა. ამიტომ ახლა მე მორალურად და ფიზიკურად მომემზადები და 115-ზე გადავალ რა. Let's go. არ ვიცი გაიგეს თუ არა, მაგრამ ცოტა ცუდი სიტყვები ვთქვი და ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ ეხლა ვარ მე ისეთ ფაზაში ვარ, შეიძლება გავგიჟდე მართლა ვაიმე. არ გამოვშტერდი ახლა, ბიჭო, 115 აუწიე, ბიჭო, 73 კილო ვარ, 115 აუწიე. და სხვათა შორის ეს არის სწორი მატების მე-13 დღე. ვაიმე ახლა გავგიჟდები. ვაიმე 107.5-ზე უნდა მივიდე და ჩემ ძველ PR-ზე მივდივარ ახლა. ვახ, ბიჭო, ცოტა მაჯამეტიკინე, მაგრამ ეგ არაფერი. გამივლის. აუ ვაიმე ახლა. აი ვერ წარმოვიდგენთ რამდენად საგიჟეთში ვარ. ვერ წარმოვიდგენთ როგორ მიხარია და როგორ ვერ გამოვხატავ, მაგრამ რა ვქნათ. მოგდა ახლა ავაწყობ მე 107.5. მეტი წონა აქ არ არის. ანუ 107.5-ზე მეტი წონა აქ არ არის რა. ეს არის მაქსიმალური წონა ამ ჯიმში. და აი ახლა ეს თუ აუწიე, კაროჩი, აი არ ვიცით ამ სპოთერის გარეში. 115 რო ავიღე, მეგონა რომ აზრი არ ქონდა და ჩემი კაი აუწიე და ახლა არ გავიჟდი. ვაიმე ახლა ძალიან კარგად უნდა დავისვენო. და 107.5-ზე მივიდივარ სპოთერის გარეში. სპოთერი კი არის უკან არის, მაგრამ იმედია ხოაზე ხართ. თუ მოკვდი, გადამარჩენს. იმედი მაქვს. ვახ, ბიჭო, ახლა გავგიჟდები ჩემი კაი. ამ კლიპს აღარ წავშლი არასოდეს ალბათ, იმიტომ რომ ეს ბოლოს გავიმეორე 10 კილოს წინ. ანუ 10 კილო კი არა, 15 კილოს წინ გავიმეორე 115. ჩემი კაი, ახლა გავგიჟდები. კაი. წყარად შვიდად 107.5 მაქსიმალური წონა ამ ჯიმში. თქვენ კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გადადით TikTok-ებზე, არ ვიცი, ყველგან გადადით. და ეს კაცი გავიდა მგონი. ბიჭო, ახლა არ გავგიჟდე, ბიჭო, არ გამოვშტერდი 115 აუწიე, ბიჭო, ვაიმე ჩემი კაი ახლა. ვახ, ბიჭო. ანუ რო იცოდეთ, ამ დარჩენილი არის მარტო 1.25-იანები ამ ჯიმში. ერთი აქეთ, ერთი იქით. ახლა ამას გავუკეთებ და 107.5 და ვახ, ძალიან ავნერვიულდი, ისე ავნერვიულდი, რომ აი გული მაქვს ასწრაფებული და ვეღარ ვლაპარაკობ. ის კაცი შემოვიდა, ამიტომ წყნარად შვიდა გადავდივართ შემდეგზე და არ ვიცი, ყველაფერი უნდა ქნათ, რომ ავიდეთ 1000-მდე. ხალბატონებო და ბატონებო. ეს არის მაქსიმალური წონა ამ ჯიმში. და ეს არის ჩემი ძველი PR-ი. ძველი რა, ზოგადად PR-ი არის, რომელიც აღარ დამიძვრია ალბათ, აი ამდენი ხანია მართლა. და ახლა 73 კილოზე ვეცდები რომ დავბენჩო 117.5. გავგიჟდები მართლა გეუბნებით. სწორი მატების მე-13 დღე და რა თქმა უნდა, ღმერთი პირველი არის. ამიტომ კიდევ ერთხელ პირჯვარი გადავიწეროთ და რა თქმა უნდა, ღმერთის წყალობით ეს 117.5-ის დაიზრება.
ალბატონებო და ბატონებო, კინაღა მოუგდე. ამცამს მე კინაღა კარტა ვიცვალე. აი რომ დამაწვა წონა მივხვდი რომ კვდებოდი. მაგრამ კიდევ კაი, короче. რა თქმა უნდა არ დამაზღვიე ეს, იმიტომ რომ ტელეფონში იყვნენ და ალბათ უნდა მეთხოვა დასპუთვა, მაგრამ აუ კაი ბიჭო რაღაცა ხო არა, ცოტა დამაკდა რა. უბრალოდ ცოტა დამაკდა რა, ცოტა აუწი და რაღაცნაირად წამიიღო რა, მაგრამ თავი არის 115 დავმეჩი რა. მე ძალიან გამოფილი ვარ კიდევ ერთხელ. აი მასე ძალიან გამიტყდა ახლა რა, რო ვერ დავმეჩი მართლა ძალიან გამიტყდა. იმიტომ რომ რავი, სულ 2.5 კილო არის რა. მაგრამ შემდეგზე აუცილებლად კიდევ ერთხელ გადავიღებ ჩემ პროგრესს, შემდეგ კვირას და უკვე ამდენს აღარ გავაკეთებ რა. გავხურდები 100 გავაკეთებ, მე ალბათ 105 და ეგრევე ვეცდები 107.5 რა, იმიტომ რომ ახლა მგონია რომ ძალიან დამიღალა მკერდი. მე კი ვერ გრძნობ, მაგრამ დიდი ალბათობით ეგრე არის და ამის მერე ეგრევე ვწვდი მოკლედ 107.5 რა. და 73 კილო ვარ, ამიტომ 115 აი ძალიან მაგარი შედეგი არის მართლა, ძალიან მაგარი. მოკლედ ამ თელმა ხუთებმა ტვინი წამიღეს რა. კაი, მე ახლა ვიმარჯიშებ. თქვენ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, იმიტომ რომ წინაზე 112.5-ის ვერ ავწია და ახლა 115 ავწია და რა ვიცი საღოლმე. და ბოლოს განახებთ პრესის ვარჯიშს. ახლა კი წავედი გავაკეთო ჩვეულებრივი ვარჯიშები. წავედით. ბოლოს დაგიბრუნდებით აუცილებლად. მოკლედ მეგობრებო, ახლა ნელ-ნელა უკვე ვამთავრებ ვარჯიშს, მალე პრესებზე უნდა გადავიდე, მაგრამ სამ პრესებზე გადავალ, მინდა ვნახო ფამფი რა. ჩესტის ფამფი მინდა ვნახო. ახლა ტრიცეპს ვამთავრებ, ხარი გავაკეთე და ვნახოთ აბა. მოკლედ, ჩემი აზრით კაი ფამფია. ბიცეპსი ნამდვილად უფრო არ ვიცი, უფრო გამიდიდი და მე ეგრე მგონია. კერძად ნელ-ნელა ვადიდებთ. ხო რა, ნელ-ნელა პროგრესი ჩანს მართლა, სწორი მატების პროგრესი ჩანს. ახლა დავამთავრებ ვარჯიშს, გადავალ პრესზე და პრესს განახებთ. და ამით შემდეგ დავამთავრებ ვიდეოს. Let's go, brother, let's go. მოკლედ მეგობრებო, ვარჯიშს მოურჩი, ახლა დამრჩა პრესები. ბოლომდე არ განახებთ, რა თქმა უნდა, სეტებს და ასე შემდეგ, უბრალოდ გეტყვით რას ვაკეთებ ხოლმე ვარჯიშის ბოლოს რა. დავიწყებ პირველ რიგში, ამით ვიწყებ წონით პრესს, რა რას ვქვი. პირველ რიგში ვაკეთებ აი ამას. ამას ვაკეთებ 3 ან 4 სეტს და 15 გამეორებას. ეს მაქვს სუპერსეტივით რა. ამის მერე ეგრევე ერთ სეტს რომ მორჩები, გადმოვდივარ აქეთ. და ამას რა ქვია, ოღონდ არ ვიცი, ვერ გეტყვით ზუსტად. მაგრამ ვაკეთებ ამას. ბოლომდე ვიშლები, ახლა აქ არ მყოფის. და ამასაც ზუსტად ან 3 ან 4 სეტი და 10 გამეორება. ზუსტად ამის მერე რა, ანუ არ ვჩერდები რა, ეგრევე გადავდივარ, გადმოვდივარ, ცოტა ვღლი საკუთარ თავს და კარდიოსავითაც გამომდის რა. ამ ვარჯიშების შემდეგ გადავდივართ ტურნიკზე. ხო, გადმოვდივართ ტურნიკზე და ტურნიკზე ძალიან მარტივი არის, რასაც ვაკეთებ ხოლმე. ასე დავდგები, რომ თან დამინახო. ძალიან ჩვეულებრივად. და ამას ვაკეთებ ხოლმე 4 ან 5 სეტი, 20 გამეორება რა. და ამით ვამთავრებ ხოლმე ზოგადად ვარჯიშსაც და ხო, პრესებს რა. ამიტომ ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გადადით TikTok-ზე, ავიდეთ მალე 1000-მდე YouTube-ზე და ამით აგემშვიდობებით რა. 115 ავწიეთ, შემდეგი 107.5 არის ჩვენი მიზანი. მაგაზეც გადავიღებ ვიდეოს. მადლობა კომენტარებისთვის, ყველაფრისთვის მადლობა, დაგემშვიდობებით.
გეხუტუნეთ, გენაცვალეთ, იბედნიერეთ და იხარეთ. და პლუს ითღერძელეთ კიდევაც. რატომაც არა. ვარცოდათი ინტროვერტი და გამოგებინეთ თან როგორ მაქვს ავტოფობია. აქ უნდა იყო მარტო. აქ უნდა იყო მარტო შენ. მინდა სტრიკი რო ავანთო. ჩემი აიდის რო განდო შენ. აქ უნდა იყო მარტო. აქ უნდა იყო მარტო შენ. მინდა სტრიკი რო ავანთო. ჩემი აიდის რო განდო შენ. ყველაფერი რაც გავს თან არ გავს არაფერი ხარ მარტო